ზაფხული რო დგება, აჯაფსანდალი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის და დღეს მე აჯაფსანდალს მოვამზადებ კლასიკური რეცეპტით. ამ რეცეპტით აჯაფსანდის მომზადება არის უფრო ადვილი და მე თუ მეკითხავთ, უფრო გემრიელიც. არხზე მაქვს სხვა აჯაფსანდლის რეცეპტიც, რომელიც ძალიან აქტიურია, თუმცა მინდა რომ ეს რეცეპტიც მოსინჯოთ. ყველა ბოსტნეული წინასწარ გავრეცხოთ. ეს ბოსტნეულის რაოდენობა არის პირობითი, ყველამ თქვენი გემოვნებით მეტ-ნაკლები დაამატეთ. მე ვამატებ ჩემი ქვაბის რაოდენობის მიხედვით. მაქვს 4 საშუალო კარტოფილი, რომლებსაც დავჭრი კუბიკებად. გამოვიყენოთ 3-4 ბადრიჯანი. დამოკიდებულია ბადრიჯნის სიდიდეზეც. ბადრიჯანიც დავჭრათ კუბიკებად. როცა ბადრიჯანი ახალი და ქორფაა, მას წინასწარ მარილის დაყრა და ამოწურვა მე ვფიქრობ, რომ არ უნდა. გამოვიყენე 3 ბულგარული წიწაკა, 1 წითელი ბულგარული და 2 მწვანე. მწვანე ბულგარული საერთოდ უფრო არომატულია, წითელი კი ძალიან კარგ ფერს აძლევს კერძს. ესენიც დავჭერით წვრილად კუბიკებად. წვრილად დავჭრათ 2 მოზრდილი ხახვი. აქვე გაჩვენებთ როგორ ავჭრი მე წვრილად ხავს. აი ესე დავჭრი ჯერ ზოლებად, მერე საპირისპირო ზოლებად და ამგვარად იჭრება ძალიან წვრილად ხახვი. 2 დიდ პომიდორს გავაცალოთ კანი. პომიდორიც დავჭრათ წვრილ კუბიკებად. შეგიძლიათ დააბლენდეროთ, თუმცა ასე კუბიკებად დაჭრილი კერძში ძალიან ლამაზად ჩანს. პომიდორის ბოლო სეზონზე, უკვე აგვისტოს მერე და შემოდგომას, პომიდორი უფრო ტკბილია და მეტი პომიდორის დამატებაც შეიძლება, თუმცა ეხლა მე მხოლოდ ამ რაოდენობას დავამატებ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი. თქვენი გემოვნებით გაითვალისწინეთ ზეთის რაოდენობა, ეს დაახლოებით 100-150 მილილიტრი იქნება. უმჯობესია ცივი დაწურის ზეთი გამოიყენოთ. ქვაბში ვათავსებთ დაჭრილ კარტოფილს, ზევიდან მოვათავსოთ დაჭრილი ბადრიჯანი. ბადრიჯანზე ვალაგებთ დაჭრილ ხახვს, აქვე დაჭრილი ბულგარულები, სულ ზემოდან კი ვალაგებთ პომიდორს. მოვაყაროთ 1 არასავსე სუფრისკოვზი მარილი. არ დაგვავეწყდეს მწარე წიწაკაც, ვამატებთ გემოვნებით და წიწაკის სიმწარის მიხედვით. მე დავამატე 1 ცალი მწარე წიწაკა. რადგან ჯერ ისევ გაზაფხულია და ბევრი პომიდორი ვერ დავამატე, ზემოდან მოვასხავ ცოტა ჩემ მომზადებულ ტომატს. დავასხათ 1 ჭიქა 200 მილილიტრი წყალი. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ტომატის წვნიანობაზე, თუმცა დასაწყისში ფსკერზე ცოტა წყალი ასადუღებლად აუცილებლად სჭირდება. და მთელი დუღილის პერიოდში სითხე არ უნდა დაშრეს. ესე უნდა იხარშოს ტოლმასავით და კარტოფილს რომ მოიხარშება, მზად იქნება. ესე რომ უკვე ადუღდება, ეს წინ უნდა დააგემოვნოთ ესე. როგორც კი ადუღდება, დავუწიოთ და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. ხარშვი სადღაც შუალედში აუცილებლად მარილზე დავაგემოვნოთ, ჩემთან საკმარისი მარილი აქვს, ამიტომ გააგრძელებს ხარშვას. სანამ იხარშება, ჩვენ კი მწვანილები დავჭრათ. მწვანილები წინასწარ უკვე გარეცხილი და გამშრალიც არის. ვიყენებთ ყველანაირ მწვანილს, ამაშია მთელი აჯაფსანდალის ხიბლი. თუმცა სხვადასხვა რაოდენობით. მე ახლა ჩამოგითვლით ჩემ გემოვნებას და თქვენი გემოვნებაც გაითვალისწინეთ. 1 კონა ოხრახუში, ამის ნახევარი ქინძი, მაგის ნახევარი რეჰანი, 2-3 ღერი კამა, რომელსაც კერძებში ვამატებთ და არა მწნილებში და 1-2 ღერი ახალი ქონდარი. ახალ ქონდაკ აქვს ძალიან ნაზი არომატი. არ შეგეშალოთ მისი არომატი ხმელ ქონდარში, რომელსაც აქვს ცოტა მძაფრი სუნი. დავჭრათ 3-4 კბილი ნიური.
ახალი ნიორი არ არის ძალიან მძაფრი, შეგიძლიათ უფრო მეტი გამოიყენოთ, ვიდრე ძველი ნიორი. მწვანილები და ნიორი აჯაბსანდალის მთავარი საკაზმია. დარჩენილი მწვანილები და ნაწილი ნიურის კბილებიც ცალკე თეფშით მივიტანოთ კერძთან ერთად სუფრაზე. არ დაგავიწყდეთ რამოდენიმე მწარე წიწაკაც, რადგან ზოგს ძალიან მწარე უყვარს. ამასობაში ჩვენი კერძის მზაობას უახლოვდება, მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ უნდა ამოვურიოთ, მხოლოდ ესე კოვზით ნაპირებში მოვსინჯოთ, წვენი როგორ აქვს, არ უნდა დაუშრეს წვენი. კარტოფილი თუ მუხარშულია, ჩვენი კერძიც მზად არის. დავაყაროთ მწვანილები და ნიორი. არც ეხლა არ უნდა ამოვურიოთ, აი ესე კოვზის საშუალებით გადავათანაბროთ. და მაშინათვე გადმოვდგათ. გადმოვდგათ და ავხატოთ. გამოგვიდა ესეთი საოცარი საჭმელი. გამოგვივიდა ესეთი სასწაული კერძის საოცარი არომატით. გადმოვიტანოთ თეფშზე და დავაგემოვნოთ. ძალიან უხდება ძროხის ყველი, ახალი კიტრი ბოლოკი. მე ძალიან მიყვარს აჯაბსანდალთან შებოლილი ლორი და რა თქმა უნდა წითელი ღვინო, თუმცა არც თეთრ ღვინოსთან არის მწყრალად. როგორი ის გამოგვივიდა? ყველი, რა თქმა უნდა აი ესაც და რა თქმა უნდა დავისხათ. ყველამ ვიცით რა საოცრებაა ეს აჯაბსანდალი, ამიტომ დროს ტყუილად მღარ დაკარგავთ, მოამზადეთ და ისიამოვნეთ. მე კი თქვენ ახლა დროებით დაგემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.